ვაგრძელებთ დღევანდელ გადაცემას. ჩემი სტუმარი არის ბატონი თემურ ჩილაჩავა, პროფესორი, მათემატიკოსი. გამოყენებითი მათემატიკა, მე ეს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მეც ბევრ რაღაცაში გამოვიყენე გამოყენებითი მათემატიკა და იქ რაღაცები ძალიან საინტერესო გამომივიდა და ცოტა რო ვარ საქმის კურსში თქვენ ყვაშილავასთან რას და როგორ აკეთებთ, ბოლოს გადაცემა მქონდა მასთან. ესე იგი მართალი გითხრათ, აი ისე მომინდა აი ამ მეცნიერებაში ჩაყუყუმალავება და რაღაცების გაკეთება. 27 ნოემბერს იქნება საჯარო დაცვა. 27 ნოემბერს იქნება საჯარო დაცვა და ხო, იქ აუცილებლად მოვალ. მით უმეტეს რომ საქართველოში, ხლა მეც მის იზოტოპების ინსტიტუტში შევცა მუშაობდი, ვიყავი ამ დაცვის საბჭოს წევრი და სხვა დანარჩენ სხვა ინსტიტუტებშიც დავსწრები ვარ დაცვას და რაღაც ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს და ახლა გრძნობ რომ ნამდვილ არ და ღირსეულ დაცვას დავესწრები და მოუთმენლად ველოდები. მოკლედ ბატონი თემურ ჩილაჩავა აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ჩვენი წევრიც მეცნიერებათა კონგრესის, მეცნიერთა კონგრესის წევრი და ჩვენი ახლო მეგობარი და საიმედო პარტნიორი. ადამიანი, რომელსაც ჩვენ ყველანი დიდ პატივს ვცემთ და მის სიტყვას ჩვენთვის ფასი აქვს. ბატონ თემურ, გამოცხადდა პრემიერის მიერ განათლების რეფორმის თაობაზე და როგორც ბატონ ყვაშილავასთან მქონდა საუბარი და მან თქვა რომ საერთოდ სახელიც არ მოსწონს განათლების და მეცნიერების კი არა, მეცნიერების და განათლების სამინისტრო უნდა იყოსო და საერთოდ თუ ამ სფეროს შეეხება ადამიანი, ესე იგი უნდა დაიწყოს მეცნიერებით. იმიტომ რომ მეცნიერება არის, რომელიც მუშაობს ადამიანის პირობების გაუმჯობესებაზე, საერთოდ პროგრესზე და განათლება არის საჭირო იმისათვის, რომ ამ მეცნიერებაში რაღაცას მიაღწიო. ხომ ასეა? ესე იგი ის, რომ თითქოს და წვრილმანია, ხო? აი შემოაბრუნეს აი განათლება და მეცნიერება. ესე გამოდის, რომ განათლება არის პირველადი და მეცნიერება არის მეორადი და ამ დროს ესე იგი ხშირად ხედავთ რომ საერთოდ რჩება ყურადღების მიღმა ეს მეცნიერება და რაღაცის იმედად ვართ რომ ნიჭიერი ხალხი წავა სხვაგან და იქ მიაღწევს რაღაცას. ამ დროს უამრავი სოფლიო დონის სკოლები მეცნიერული ქონდა ჩვენ. დღეს სხვათა შორის რაღაც რუსულენოვანი იმაში წავიკითხე. მე მგონი სპეციალურად რაღაც ორგანო მუშაობს ახლა აი პუტინის სააგიტაციო სისტემაში და იქ ხაზგასმით იყო გამოკვეთილი ქართველი მეცნიერების როლი. იწყება მუსხელიშვილით, რომ აი იმ ტანკებისა და ყუმბარმსროლების ტექნოლოგიებში მისი თეორია დრეკადოვის თეორია. ქართულად დრეკადოვის თეორია. ხო, აი ამაზე იყო ლაპარაკი და მე ასევე ვიღაც ქართველი ყოფილა ექიმი, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა აი ამ კოსმონავტების ჯანმრთელობაზე და მათი მის შრომის უნარიანობის გაზრდაზე და ძალიან დიდ ნიშნობას ანიჭებენ დღესაც ეს რუსები და მესამე იყო ფიზიოლოგიური სკოლის ჩვენი ფუძემდებელი, ესე იგი ბატონი ივანე ბერიტაშვილი. ესე იგი მეცნიერებით ვიყავით გამორჩეული. განათლებით ვიყავით გამორჩეული. უმაღლეს განათლების პირველ ადგილზე ვიყავით მგონი მსოფლიოში. ახლა იქ ცოტა ხარისხი მოიკოჭლებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მეცნიერებაშიც და განათლებაშიც რაღაცა გვეთქმოდა. აი მე მინდა თქვენ დღეს ილაპარაკოთ ამ თემებზე. თქვენი დამოკიდებულება
კი ბატონო ვახში მადლობას მოგახსენეთ შესავალი ესე გააკეთეთ ცოტას მე და ჩემ მიმართ მაგრამ მინდა გითხრათ რომ ყველა სახელმწიფოსთვის რომელიც ორიენტირებულია მომავალზე და სახელმწიფოს განვითარებაზე და არა მოცემული პარტიის დიდი ხნით ძალაუფლების შედარჩულებაზე მეცნიერება და განათლება უნდა იყოს პრიორიტეტული. ასე მაგალითად იაპონიამ, რომელმაც გიტლერთან ერთად, გერმანიასთან ერთად მეორე სამამულო ომი წააგო, განსაზღვრა, ახლა მოგესწრებათ, იაპონია დიდი ისტორიის ქვეყანაა და განსაზღვრეს, რომ ჩვენ მომავალში ვერცერ დიდ ქვეყანას, ან ქვეყანათა გაერთიანებას ომს ვერ მოუგებთ. ამიტომ თავისი ბიუჯეტის 54% ჩადეს მეცნიერება განათლება. ხაპრული ციფრი. გარკვეული პერიოდი, რა თქვა, სულ არ არის 50, მაგრამ ის პერიოდი, რაც მოდიოდა 45-დან, ამ შემდეგ ბიუჯეტში იყო ჩადებული 54%, შეიქმნა უმაღლესი დონის ქალაქიდან გატანილი უნივერსიტეტები, შესაბამისად მეცნიერება და განათლება იყო პრიორიტეტული და თქვენ მოგეხსენებათ, იაპონია უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ქვეყნების საერთო ეროვნულ შემოსავალში, თლიანი ეროვნულ შემოსავალში მესამე ადგილზე არის, მართალია ახლა გერმანიამ ცოტა გაუსწრო და ინდოეთი უახლოვდება, მაგრამ ახლა ეს ეროვნულ შემოსავალში ერთსულ მოსახლეზე თუ აბსოლუტური? არა, აბსოლუტური. ერთსულ მოსახლეებზე არის პატარა ქვეყნები, სადაც თქვა ლუქსემბურგი და ისინი, ეს პატარა მოსახლეობა. იაპონია 120 მილიონზე მეტია. შესაბამისად, ეს გააკეთა მეცნიერების და განათლების პრიორიტეტი. ბატონ გია კვაშილავა სწორად ლაპარაკობს, რომ ამოსავალი უნდა იყოს მეცნიერების და განათლების. ანუ რატომ? დღეს როცა ახალგაზრდა, ნიჭიერი, საშუალო ნიჭის ხედავს, რომ ყველაზე დაჩაგრული, ყველაზე მე-15 ხარისხოვანი საზოგადოებისთვის, რადგანაც სახელმწიფო პოლიტიკა ბოლო 30 წელი ამ მიმართულებით არის მეცნიერი. მეცნიერები არის ის ხალხი, რომელიც ხშირად მეტრო დადიან, ფეხი დადიან, ხელფასი აქვს იმდენი, რომელიც აქვს პარლამენტარს ერთ დღეში. ამიტომ საშუალო და ნიჭიერი ახალგაზრდა არ უკავშირებს თავის ცხოვრებას სამეცნიერო მიმართულებას. ამიტომ ბუნებრივია, რომ სახელმწიფო როცა საუბრობენ განათლების და მეცნიერების რეფორმაზე, უნდა განვასხვაოთ. ის ამ ლოზუნგით მოვიდა ბატონ მიხეილ სააკაშვილი და მოგეხსენებათ, რომ მანამდე ედვარდ შევარდნაძის დროს, რადგანაც იყო სრული კორუფცია უნივერსიტეტებში მისაღების გამოცდებზე, ამას ხედავდა დასავლეთი და გამოყო გრანტი. მაშინ განათლების მინისტრი იყო ჩემი თანასკოლელი კომაროველი, ის ცოტა ადრე წავიდა სკოლიდან, ბატონი ალექსანდრე კარტოზია და პირველი გრანტი მგონი 60 მილიონი ევროპამ გამოყო იმისათვის, რომ საქართველოში შემოსულიყო ეს, მზადება დაწყებულიყო ეროვნული გამოცდების გატანისა და ცენტრი შექმნა და ასე შემდეგ. რაც უდავოდ ძალიან სწორი იყო. მე რადგანაც ამ სისტემაში მუშაობდი და მაგ სისტემაში ძალიან ცოტა იყო არაკორუმპირებული თანამდებობებში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ უნდა შევხედოთ რა არის სწორი. ეს სისტემა რომ მოვიდა ხელისუფლებაში ბატონი მიხეილ სააკაშვილი, უკვე დახვდა დაწყებული ამაზე ფიქრი. და მან პოლიტიკური ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი გადადგა სააკაშვილმა განათლების სფეროში, მწვანე შუქი აუნთო ამას.
მაგრამ მეორე არასწორი ნაბიჯი გადადგა განათლების მინისტრი დანიშნა თქვენი თანახალახელი ბატონი ალექსანდრე ლომაია, რომელიც ჩემის აზრით იყო ცუდი სანტექნიკოსი და განათლების მინისტრი ძალიან ცუდი. მაგრამ თვითონ სისტემა სწორი იყო და რა თქმა უნდა, მაგ პერიოდში 2005 წლიდან იყო დაწყებული მისაღები გამოცდების გატანა ცენტრში და ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, თქვათ ასე, არ გაგებით, უპატრონო რეგიონებიდან ჩაირიცხა იმ სპეციალობებზე უფასო განყოფილებაში, სადაც ოცნება კვადრატში არ ყოფნიდა ჩარიცხვაც. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უფასო განყოფილებაში ირიცხებოდა 2005 წლიდან ნიჭიერი ახალგაზრდები. ეკონომიკის მიმართულებით და ასე შემდეგ, ასევე სამედიცინოში. ეს იყო უდავოდ დადებითი ნაბიჯი, მაგრამ მერე უკვე ჩაერთო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც იყო მიმაგრებული და დამყარებული ნაციონალური მოძრაობის ესე იგი გაძლიერებისა, პარტიული სტრუქტურების გაძლიერებისა და ყველგან სკოლის დირექტორებად ხანდახან ლოტოტრონებით, ხანდახან პირდაპირ დანიშნით ინიშნებოდნენ დირექტორები და უნივერსიტეტის რექტორები. მაგალითად 2005 წელს ითქვა, მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა რამოდენიმე ფილიალი. ეს იყო სოხუმის ფილიალი, ზუგდიდის ფილიალი, ახალციხის ფილიალი და ასე თელავის. დიახ. ზოგიერთი დირექტორი არ იყო შეიძლება კეთილსინდისიერი გვარების გარეშე, მაგრამ ერთადერთი რექტორი, დირექტორი რეალურად სრულყოფილი უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იყო ოთარ ჟორდანია, რომელმაც ჩაიბარა სოხუმის ფილიალი 93 წლის 15 ნოემბერს. გაგვიმართლა ჩვენ სოხუმელებს, ბატონი ოთარი სოხუმელია, მაგრამ გაგვიმართლა რომ ვიყავით ფილიალი და ვიყავით რექტორი იყო როინ მეტრეველი, რომელიც იცნობდა ცხადი ისტორიკოსია ჟორდანიას და იცნობდა და დანიშნა პირდაპირ. არჩევნები არ იყო, დანიშნა. ჩვენ გაგვიმართლა. და მაშინ ჩვენ თბილისში ვიყავით, არ ქონდა არც შენობა, არც სკამი, არც კომპიუტერი, არაფერი. მაგრამ მენეჯმენტში მოვიდა უნციკლო რეპუტაციის კაცი, მაღალი დონის მეცნიერი, სოხუმელი ამ შემთხვევაში სწორად გავიგეთ, რომელიც მხოლოდ ერთი იდეით იყო, შეექმნა უნივერსიტეტი. ტიტანური შრომით ეს 12 წლის განმავლობაში გაკეთდა. მე ვარ ბედნიერი, რომ ერთ-ერთი წევრი ვიყავი მისი გუნდი, მაგრამ სააკაშვილმა თქვა, ყველა დირექტორი, რექტორი უნდა მოიხსნესო, მათ შორის საუკეთესო ჟორდანიო. რატო? ესე იგი ჩვენ რას უჩვენებთ ახალგაზრდებს? გინდა ცუდად მუშაობ, მოსახსნელია სწორია, გინდა საშუალოდ მუშაობ, მოსახსნელი ალბათ სწორია, მაგრამ თუ ადამიანი კარგად მუშაობს, უნივერსიტეტი აიყვანა საქართველოში მაშინ ინსტიტუციური აკრედიტაცია იყო, მე-4 ადგილს ვიყოფდით თესეუს, სამედიცინო უნივერსიტეტის და ჩვენ და პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ერთ დონეზე ვიყავ. ამიტომ მერე ჩაერთო პოლიტიკური მომენტი და ბატონი ლომაია ის როგორც განათლების მინისტრი იყო ცუდი, მერე 2008 წელს იქიდან სამხედრო იმაში მონაწილეობდა იმაში და იქაც ალბათ ცუდი იყო აშენდაში. ამრიგად ჩვენ უნდა განვასხვაოთ რეფორმას ვაკეთებთ სახელმწიფოსთვის კარგი საქმისთვის თუ გარკვეული პარტიისთვის. ახლა რომ რეფორმა გასაკეთებელია, მე ვეთანხმები ბატონ კობახიძეს. პირადად მე რატო? მე და ჩემი კოლეგა ვიყავით ის ბოლო მეცნიერი, რომელმაც გამოაქვეყნა 1991 წლის რაღაცა თვე იყო, აპრილი მგონი.
რესპუბლიკა აბხაზიაში, რომელიც კონტროლირდებოდა არძიმბას მხრიდან, გაზეთი იყო, სტატია, ну, ცხადია რუსულ ენაზე გაზეთი რუსული. განათლების სისტემის რეფორმირება საქართველოში. გამოქვეყნდა დიდი სტატია იყო. ახლა არ შევეხები, მაგრამ ჩვენ მაშინ 11 წელია ხო? 91 წელი. ჯერ ომი არ არის, ჩვენ რა თქმა უნდა დაძაბულია, მაგრამ ну არის. იმიტომ რომ სტატია იყო, ესე იგი, ну ახლა ორი მათემატიკოსი წერდი, ჩვენ გააზრებული იყო და თუნდაც სტატია არ იყო. თქვენ დაწერეთ? მე და ერთი კოლეგა კიდევ ახლა. ჩვენ ძირითადად ცხადია ვეხებოდით საშუალო განათლებას, სკოლას. მაგალითად ჩვენ საუბრობდით. დღესაც ამაზე ვარ. გავიდა 34 წელი. სავალდებულო უნდა იყოს მხოლოდ 9 კლასი. დღესაც ამაზე ვარ. შემდეგ ამაზე არის სხვათა შორის ბევრი ქვეყანა, მათ შორის იაპონია. ხო, შემდეგ მე-9 კლასის შემდეგ რაღაცა გამოცდები უნდა ხდებოდეს სტუდენტების გადაყვანა. ეგრეთ წოდებული საუნივერსიტეტო მიმართულებით და პროფესიული მიმართულებით. ხოლო საუნივერსიტეტო მიმართულება ახლა სახელმწიფო ვერ აიტანს ბევრ მიმართულებას, მაგრამ მინიმუმ 2-ად უნდა გაიყოს ჰუმანიტარული და საბუნების მეტყობა. ну ეკონომიკაც, ну შეიძლება იქაც იყოს, მაგრამ უფრო საბუნები, იმიტომ რომ მათემატიკა ჭირდება მე. შესაბამისად, დანარჩენები დაახლოებით ჩვენი პროგნოზით, ჩვენ მაშინ მქონდა გამოცდილება გერმანიის და ეს საბჭოთა კავშირში სკოლა რომ იყო, ცუდი არ იყო, საბუნების მეტყველო დარგი, სადაც იდეოლოგია არ იყო ისეთი, თორემ ჰუმანიტარული იდეოლოგია იყო, იცით ახლა თქვენ. პრუსიის სკოლა იყო ეს, სადაც მაშინაც ვიცოდით პროცენტები დაახლოებით 75% მიდიოდა პროფესიული განათლებით. მხოლოდ 25. აი ჩვენ საუბრობდით რომ ეს 25 რომელიც წამოვა საუნივერსიტეტო ხაზით 15 ჰუმანიტარული 10 საბუნების მეტყველო. ეკონომისტები ჰუმანიტარულში. ну ეკონომიკა ხო იცით როგორია ეს სოციალურ ეკონომიკური მიმართულება, ну მაგრამ მე რომ მკითხო ეკონომიკა მათემატიკის გარეშე წყალია. ამიტომ თუ სახელმწიფოს ექნება საშუალება, მესამე პროფილი უნდა გაჩნდეს ცალკე ეკონომიკა. მაგრამ ну როცა ორი მიმართულება ჯობია ჩემის აზრით არ ვახვევ. მე ხალხშორისაზე მოსაზრება მქონდა რომ ჩვენი ეკონომისტები საერთოდ სკოლა ეკონომიური ძალიან სუსტი იყო, მე ასე ვფიქრობ. რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის რომ იქ მიდიოდნენ მათემატიკაში ისე რა ხალხი. ესე იგი ვინც ვერ შეძლება აი თქვენ რომ ბატონო ჩემ დროს ასე იყო, მე რაღაცა მითხრა ეკონომიურზე წადიოდა, შეურაცხყოფილად ვიგზები. დღეს ეკონომიკა დამყარებულია რთული. მაგრამ აპატიეთ, აი ჩემმა შვილმა ESM-ი დაამთავრა, აქ უკვე ძლიერი ეკონომიკა, მათემატიკური დღემდე ESM-ი, ანუ თავისუფალი უნივერსიტეტი ბიზნეს ადმინისტრირებაში პირველია საქართველოში. მართა მიხართ რომ ეკონომისტი თუ გინდა მაგარი იყოს, იმან ანგი მათემატიკური საფუძველი უნდა შეიქმნას. სხვათა შორის ბატონი ვლადიმერ პაპავა. დიახ. ის არის, ну, სამწუხაროდ ალბათ ერთადერთი ეკონომისტი, რომელიც კარგად ერკვევა მათემატიკაში და შედეგი სახელზეა, მისი სტატიები არის ინდექსირებული სკოპუსებში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ბატონო ვახში, ამიტომ ჩვენ ეს სისტემა გვაქვს. მე ახლა იმ ნაწილში ვეთანხმები დღევანდელ ხელისუფლებას, რომ რეფორმა ჩასატარებელია, მაგრამ მე მაგალითად როგორ რიგითი ქართველი კაცი, არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ და ამით ვამაყობ, კარგია, ჩემი აზრით. არც ერთ პარტიაში არა ვარ. შესაბამისად მე ვარ თავისუფალი, ჩემი პარტია არის საქართველო. ამიტომ მე ურჩევდი ბატონ, ну, ვინც ამოიწყო ეს საკითხი, ბატონ კობახიძეს და ბატონ მიქანაძეს, რომ შექმნას რეფორმების პოლიტიკურად დამოუკიდებელი ჯგუფი. არა ის, რომელიც ბატონ ლომაიას გვერდით იდგა და ზოგი კარგი საქმეთი გააკეთა, ზოგი ძალიან ცუდი.
და დღეს უკვე თავისუფალი ექსპერტი ვარ. ჯგუფში შეიყვანა კალაძე. ხო, ეგ არ ვიცი. საერთოდ და შეიძლება ახლა ეს უნდა იყოს განათლებით სისტემის რეფორმირება და არა მოედნის დავშვი. შესაბამისად, მე ურჩევდი მას აბსოლუტურად ხალხი, რომელიც ექსპერტია, მაგრამ იყო შემჩნეული ბატონ ლომაიას გვერდი დგომი და გიგი წერეთლის, რომელიც გიგი ბოდიში, გიგი თევზაძესი, რომელიც იდეოლოგი იყო განათლების სფეროში, ლომაიასთან ერთად, აი სააკაშვილის დროს, ასევე დღეს სხვათა შორის დაწყებული ლომაიადან განათლების ministrები იყვნენ ან სანტექნიკოსები, ან პოლიციელები. ანუ იურისტები. გვარამია პროკურატურიდან. ხო, ანუ პოლიცია და თხოვნა არის კაცო, რომ ეს არის სენსიტიური სფერო, აქ უნდა იყოს ექსპერტი, რომელსაც აქვს გამოცდილება გაკვეთილების ჩატარებისა სკოლაში ან უნივერსიტეტებში, რომელსაც ერთი გაკვეთილი არ აქვს სკოლაში, ან ლექცია არ აქვს აკითხული. რა ექსპერტი უნდა იყოს განათლების სფეროში? ამიტომ რეფორმა აუცილებელია. მაგრამ მიანდეთ ეს ექსპერტებს, რომელიც არც ერთი პარტიასთან არ არიან აფილირებული, პარტია მათთვის ერთადერთია საქართველო. აი როგორც იაპონიამ გააკეთა. გადაწყვიტა 54% სახეზია შედეგი. მეორე, აი ისტორიული მომენტი. იყო ასეთი სინგაპურელი ლი კუან იუ, რომელმაც მიიღო განათლება დიდი ხნის წინ რაღაც 60-70 წლის წინ კემბრიჯში. თუ ოქსფორდში, უფრო კემბრიჯში. ნუ ინგლისში, აი ოქსფორდთან კემბრიჯში ზუსტად არ მოხდა. როცა დაბრუნდა სამშობლოში, რა თქმა უნდა, განათლებული კაცი იყო ყველაფერი და ნუ ელიტიდან იყო ეს. და მას შეთავაზეს პრემიერ-მინისტრობა. დათანხმდა ის. და პოლიტიკური ნება იყო საჭირო. და მე წერს ის 30 წლის შემდეგ მე მქონდაო ორი გზა. პირველი ჩემს გვერდით დამიყენებინაო ჩემი ნათესავები, მეგობრები, რომლებიც 2-3-4 წელიწადში ფორციშიაში შევიდოდნენ როგორც მილიარდერები, სამაგიეროდ ხალხი ტრიალ მინდორზე დამეტოვებინაო. მეორეო ყველა კორუმპირებული ჩემი ძმაც, ნათესავიც, მეგობარიც ციხეში გამეშკორუმპირებული და ხალხისთვის გამეკეთებინი. ბატონო ბაქში მე მოვიტან სიბრს. არა, მახსოვს ეს დღეს სოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტში. სამწუხაროდ ჩვენი ალმა მატერი, ყველა ქართველის მე არ დამვითარებია, მაგრამ ალმა მატერ ქართველი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1500 ქვემოთ არის. ილია კიდე უფრო ქვემოთ. სხვები ხო საერთოდ ძლავრი რადარები ვერ იჭერენ. სინგაპურის 2 უნივერსიტეტი პირველ ასეულშია. ეს მithქვენ ბატონო ბახში რასტის. სინგაპურის მოსახლეობა 6 მილიონი, კი ბატონო, ერთი გავა. რა შეუძლია ერთ კეთილსინდისიერ ლიდერს გააკეთოს ქვეყნისთვის? იმან განსაზღვრა, რა არის თავარი? თავარი არის განათლება, მეცნიერება. ამიტომ მე ფიქრობ, რომ თუ ექსპერტთა ჯგუფს მიანდობენ ამას, ექსპერტთა ჯგუფი იტყვის, მაგალითად, მე ჩემზე ბევრად უკეთესებიც არიან, მაგრამ მეც ვერ ყვები ამას. ამიტომ მე ვლაპარაკობ, არავითარი ის არ უნდა იყოს ჩვენ რა ყველაზე ჭკვიანები ვართ გერმანელებზე, მინდა გითხრათ ბატონო ვახში, ყველას პატივცე, მაგრამ მეცნიერების რანგირებაში მათემატიკა პირველია. ფიზიკა მეორე. ნუ ფიზიკოსები გვედავებიან, მაგრამ ეს და ყველაზე დიდი სკოლა შეგედა ვალუდა მათემატიკა სწორედ ფიზიკოსებმა განავითარეს. ნუ აი საკითხავია, ახლა გია კვაშილავას კითხეთ, მოიწვიეთ გამოყენებითი მათემატიკა, ჩავა, ესე იგი დაიბადა პირველი ქრისტეშობამდე ბევრი თარდე. სტატისტიკური ფიზიკა, გამოყენებითი მათემატიკა არ არის? არა, ეს ნუ არ მინდა ახლა შავიდო რა კარგად ვერ ყვები. ფიზიკაც მიყვარს, იმიტომ კომაროვი მაქვს დამთავრებული და თხოვდნენ FET-ში ფიზიკა, მაგრამ მათემატიკა არ გით. ესე იგი შესაბამისად მათემატიკა ნუ აი ეს მომენტი არის. ამიტომ ჩვენ ფიქრობთ, რომ აუცილებელია შეიქმნას ეს ჯგუფი
და აი ეს რანგირება რომ არის გერმანია თანამედროვე წმინდა მათემატიკის დღეს უკვე გამოყენებითი საფრანგეთთან ერთად ლიდერია. გერმანიაში 75% მიდის პროფესიულ განათლებაში. და გერმანული სკოლების მხოლოდ 11% მიდის სამეცნიერო ხაზით. ანუ ისა საუნივერსიტეტო ხაზით. ну აქ მე შემიძლია ვისაუბრო გერმანიაში როგორ არის, მაგრამ ახლა ძალიან შორს წავალთ, მხოლოდ 11%. ჩვენ რა ყველა ქართველმა უნდა დაამთავროს 12 კლასი და ყველა ქართველმა უნდა დაამთავროს ბოლო 3 წელი, სადაც ის ნაწილი სამწუხაროდ ახლა გულისხმობით ვერ გამოდგება. ვერც უმაღლეში, ვერც მეცნიერებში, მაგრამ შეიძლება გამოდგეს პროფესიული ხაზით, სპორტის ხაზით და წინვალია, ასევე ხელოვნების ხაზით, ხო? ამიტომ უნდა მოხდეს ჩემის აზრით 9 წლიანი უნდა იყოს სავალდებულო და მერე გაყოფა. შესაბამისად, პროფესია მასწავლებლის, მაგალითად, იაპონია და ფინეთი ავიღოთ. იაპონიაში ერთი მეგობარი კაცი საუბრობდა, რომ შედარებით ახალგაზრდა გოგონა შევიდა მეტროში, ხო იცით, იქ ნახევარი ტოკიო მეტროში ცხოვრობს, მთელი ისა. და ახალგაზრდა გოგონა იქ სავსეა, ყველა ადგილი დაკავებული იყო და ერთი მოხუცი ადამიანი 80 წლის ადგაო. და იაპონელს იმ ახალგაზრდა გოგონას იქნებოდა ერთი 30 წლის ადგილს უთმობს. ის გოგონა ერიდება რაღაცა, არა, თავი მოიკლა, მე უყურებ. აუცილებლად დააჯინავთ, ხო? გამიკვირდაო მეუბნაც, რა ხდება? აღმოჩნდა იმ გოგოს ქონია ნიშანი, რომ არის მასწავლებელი, აქ ნიშანი. და 80 დიდბადი ფინეთში სკოლის მასწავლებელს პროფესია ყველაზე რთულია. ხო იცი, ჩინეთში სკოლაში არ არის ნიშნები. თავისუფალი ზიან მასწავლებელი, მარტო აი თქვა მათემატიკის მასწავლებელი, მარტო მათემატიკა არ უნდა იცოდეს, მაგრამ სად არის მათემატიკა გამოყენება, სად იყენებენ მათემატიკას? ანუ ისე უნდა აუხსნათ მოცემული საკითხი, რომ ინტერესში ჩავარდეთ, არა მშრალად იქ ფორმულა. ურთულესი პროფესია იქ იმის გარდა რომ ბაკალავრიატი უნდა დაამთავრო, მერე მაგისტრატურა, მერე კიდევ გადაბარებაში, მაგრამ მერე ხელფასი აქვს მაღალი, პროფესორზე არანაკლები. პროფესორებს იქ აფასებენ განსხვავებით საქართველოს. შეიძლება ჩაგერთო. ახლა მე 52 წელს წავედი სკოლაში. 1952 წელს, ომის შემდეგი პერიოდია, სულ 7 წელია გასული და დაამთავრე 62-ში. მე ასე მახსოვს, რომ ქალაქში, სოფელში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანები იყვნენ მასწავლებლები. ეს ჩვენ სინამდვილეში მეს მახსოვს. მეს მახსოვს, ყველა ჩვენი მასწავლებელი მოდის შეიტყოდნენ და ესე გზასაც უთმობდნენ, ადგილსაც უთმობდნენ. ჩვენ არ ვიყავით. მეც გეტყვით ბატონო ვახში. მე ახლა 58-იანი ვარ და 5-6 წლის ხანდახან ხომ ხან იმაში გასვენება ხან ქორწინება სამეზობლოში. და იტყოდნენ უნივერსიტეტის ლექტორი, უხარისხო, კომუნისტების დროს იყო ცნება, ლექტორი ხარისხის გარეშე. კი. და ეს მე მეგონა ღმერთია. ხოლო უნივერსიტეტის დოცენტი, დღევანდელი ასოცირებული, უნივერსიტეტის პროფესორი, ეს სუპერ ღმერთია. შესაბამისად დაფასება იყო, ხო? მაგრამ დღეს გინდა იყავი, რა თქმა უნდა, დღეს არის ბევრი წყალწყალა პროფესორი, რომელსაც მე არა მარტო უნივერსიტეტში, სკოლაში არ შევუშვებდი. სკოლაში ყველაზე გამოცდილი უნდა იყოს პედაგოგი. მაგრამ მე ვსაუბრობ იმას, რომ პროფესორების, რა თქმა უნდა, ცალკე ატესტაცია უნდა იყოს. ამრიგად, ჩემის აზრით, საშუალო განათლების რეფორმა უნდა დაიწყოს იმის მაგალითზე, რომ პარალელურად მეცნიერები წამოწევა,
ისეთი მეცნიერები, რომელიც არა ლესიჩინე ლაგოდექში აქვეყნებენ, ესე იგი, თქვა, პატარა კონფერენციას მე ღვინო არაკის მამიდის და არამედ კარგ ჟურნალებში უცხოეთში, რომელიც ინდექსირებულია Web of Science, Scopus-ი, მინიმუმ Google Scholar-ში და ციტირების ინდექსია რაღაცა, ესეთი საქართველოში ცოტაა. შეიძლება იყოს თელ საქართველოში 500 კაცი. შესაბამისად, ბატონო ბახში ამიტომ ეს ნაწილი საშუალოს რომ დავამთავროთ, აი უყურეთ რა პროცენტი შედარება. იმ კომუნისტების დროს, რომლის იდეოლოგიას მე ვერ ვიტანდი, მაგრამ განათლების სფეროში საშუალო განსაკუთრების საბუნებისმეტყველო სწორი კარგი ის იყო სწავლება, ამთავრებდა საქართველოში ყოველ წელს დაახლოებით 60-65,000 მოსწავლე. საქართველოში ადგილების რაოდენობა უნივერსიტეტში, ინსტიტუტში იყო 6,000. ანუ ირიცხებოდა 10%. ნუ თითოეულ ახლა როგორც მე სხვები ჩემს უკეთესები MGU-ში სწავლობ, მაგრამ 10%. ახლა დღეს ამ სისტემის შემდეგ რაც შემოვიდა და სამწუხაროდ როგორც 2005 წელს ეს სწორი იყო გამოთების გატანა მე კომპეტენციის ზღვარი დაწიეს და დღეს კომპეტენციის ზღვარი არის სასაცილო. თუ მოსწავლეს ვინც აბარებს აი ამ ცენტრში უთხრა ვინმე მეზობელმა მოდი შენ აიღე და ყოველი ნომრის ხან A შემოხაზე ხან B დიდი ალბათობით კომპეტენციის ზღვარ 10-11-ში მათემატიკაში ამ შემთხვევაში 51 და გადალახავს. ურაზე ქვია ამას. შესაბამისად ეგრეთ წოდებული აი ამთავრებს სამწუხაროდ დემოგრაფია საქართველოში ცნობილი მიზეზის გამო ცალკე კატასტროფა 39 პლუს მინუს ამთავრებს 1065 და ირიცხება 35. ესე იგი ვინც წერაც არ უნდა შემოხაზა უბრალოდ. ვიღაცამ უთხრა შემოხაზა. ეს არის სრული კატასტროფა. როგორ მარტივი გამოსავალი აქვს იმის გარდა რომ სწავლება სკოლაში როგორც გითხარით უნდა იყოს მაღალ დონეზე მასწავლებელი აუცილებლად ავალდებულო 9 კლასი. კომპეტენციის ზღვარს თუ 10-დან მათემატიკაში აწევთ 20-მდე, 22-მდე. ასევე სხვა საგანში. დარჩება მაქსიმუმ 10-12,000, რომელიც სრულად სავსებითა საქმეა. მაგალითად შვედეთში 11-12 მილიონი მოსახლეობა. სულ 12 უნივერსიტეტია. და საქართველოში დღეს ეს სწორია რომ ისე ვიცი რომ 21-ია მე დავიარო ყველა რეკორდს. საქართველოში დღეს აი მე მინდა გითხრათ რომ აი ზუსტი ესე იგი მონაცემებით ესე იგი საქართველოში დღეს არის ესე იგი 14 სიპი ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტი 14 4 სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ესე იგი 18 კერძო უნივერსიტეტი. სულ არის 57. 57 ან კერძო ან ეს არის სრული კატასტროფა. მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ მეცნიერებიდან და სკოლიდან. აი, იმიტომ რომ სკოლიდან მოდის უნივერსიტეტში და მეცნიერებიდან იმიტომ უნდა დაიწყოს რომ ახალგაზრდამ სკოლაში დაინახოს რომ მეცნიერები ფასდება. არა ის წყალწხადა მეცნიერი რომელმაც არიცის დისერტაციის სათაური და თავი მიაქო, ესე იგი ვარო დოქტორიო. არამედ ნაღდი მეცნიერი ესეც საქართველოში დარჩა 200-300 კაცი. დანარჩენი ყოფილი მეცნიერია. შესაბამისად, მე რა თქმა უნდა ის სკოლა მოგცემს იმ სწორ შევსებას 25%-ს მარტო, რომელიც მე გაიყოფა ჰუმანიტარულ სამეცნიერო და აი ეს უნდა იყოს დაახლოებით პროგრამა რომ გათვლილი 10-15 წელიწადში. თუ ჩვენ გვინდა რეალური ის, მაგრამ თუ ჩვენ ვაპირებთ პირობითად ეს
დიდი პლუსი რაც სააკაშვილმა გააკეთა გამოცდების გატანა პირიქით მოაბრუნოთ სკოლაში და სკოლის ქულები ჩავრიცხოთ ეს რა იქნება ხო იცით საქართველოში ეს იქნება რომ მასშტაბლებლები 70000 მასშტაბლებელია ხო იცით ну ნაწილი არ არის სამწუხაროდ კეთილსინდისიერი მაგრამ სხვა საქმეში კარგად ასრულებენ ამ დავალებებს ხო გესმით თქვენ ის მასშტაბლებლები არა მარტო ბამბანერკებს სხვა რაღაცასაც მიიღებდნენ და ბევრი მიიღებს მაღალ ქულას და ღირსეული შეიძლება დაიჩაგროს იმიტომ რომ მაღალი ქულების რაოდენობა იქნება შევსებული არა ღირსეულ მოსწავლეებთან ამიტომ მე როგორც ერთი ადამიანი წინააღმდეგი ვარ დღეს შეიძლება 10-20 წლის შემდეგ როცა ჩვენ უკვე სკოლაში გვეყოლება კარგი სწორი ესე იგი მიმართულებები მასშტაბლებლები იქნებიან დაკავებული მაღალი ხელფასის სწავლები და არა არჩევნების ესე იგი საქმიანობით მაშინ კი ბატონო შეიძლება დავაბრუნოთ სკოლაში ამიტომ თვითონ რეფორმა საჭიროა მაგრამ რეფორმაზე უნდა იფიქრონ და ჩაატარონ პოლიტიკურად არა აფილირებულმა ექსპერტებმა ბატონო თემური გასაგებია რომ ეს არის ძალიან რთული ამოცანა რა თქმა უნდა ეს ითხოვს საერთოდ ქვეყანაში სისტემურ ცვლილებებს ესე იგი ავტორიტეტი განათლებული ადამიანის უნდა აიწიოს ესე იგი ამას ჩვენ ვერ ავუწევთ თუ იქნება კორუფცია თუ იქნება ნეპოტიზმი თუ იქნება ესე იგი არა სამართლიანი სასამართლო ესე იგი აი ეს ყველაფერი იწვევს იმას რომ მოსამართლე ყველაზე მეტ ფულს აკეთებს იმიტომ რომ ყველაზე დიდი ქთამები იქ არის ამიტომ ესე იგი იურიდიული არის უფრო საპირბოროტო და ამიტომ იქ მიდის ნიჭიერი ბავშვი უნდა წავიდეს იქ სადაც აი უფრო რთული პრობლემებია გადასაჭრელი და სადაც მისი წვლილი იქნება მეტი და სადაც მას შემოსავალიც ექნება მეტი აი ეს ყველაფერი ერთად თუ არ არის გათვალისწინებული ჩვენ ოპტიმალურ ვარიანტს იმის რეფორმისას ვერ მივიღებთ ახლა ცალკე აღებული ქვეყანა არის გამოსასწორებელი ქვეყანა არის ჩვენ 16 წელიწადია ერთი ხელისუფალი ვერ მოვიშორეთ და მთელი პრობლემა გახდა ამაზე და ის ხელისუფალი მიკეთებს ახლა იმას რა ქვია რეფორმას რა იქნება ის ჯერ ერთი შემადგენლობა შეხედეთ ყველა პოლიტიკური მისი მომხრეები არც ერთი მეცნიერი დიდი სახელით და არც ერთი ექსპერტი შეუბრალავი კომპეტენცია სამწუხაროდ იგივეა ბატონო ვახში სამწუხაროდ თქვენ სწორი ბრძანდებით მაგრამ იგივე მდგომარეობა არის ოპოზიციაში არც ერთ ოპოზიციურ ძალას თუნდაც იმ 4-ს თუნდაც კიდევ სხვებს არ აქვს ნათელი ხედვა როგორ უნდა საქართველოს მომავალი გაუმჯობესდეს ანუ იმათაც მეცნიერი გამოყავს როგორც დამხმარე პოლიტიკისა რაც არასწორია ამიტომ აქ კარგია ის რომ მეცნიერთა კონგრესი საუბრობს რომ მეცნიერებს უნდა მივცეთ ასპარეზი რა გაგები პირიქით თხოვოთ თორემ ნორმალურ დალაგებულ ქვეყანაში მეცნიერს არც ერთ ქვეყანაში მეცნიერს პოლიტიკაში წასვლა არ უნდა რა თუნდა მეცნიერებას როცა მას აქვს 7-8 ხანდახან 10000 ევრომდე ყველა საერთაშორისო კონფერენცია სადაც ის მონაწილეობს ფაკულტეტი აძლევს მივლინების ფულს რა თუნდა პოლიტიკა და ამიტომ აი ბატონო ვახში კიდევ ერთი მინდა გითხრათ X სისტემაზე ჩვენ ვისაუბრებთ საბჭოთა კავშირი ჩემთვის ვიმეორებ მიუღებელი იყო მაგრამ აი ეს პიროვნება არის ილია ვეკუა მე ეს თავის დროზე როცა მას შეუსრულო მისი 100 წლისთავი იყო ჩვენ გავაკეთეთ დიდი კონფერენცია ასევე მე მაშინ დალის ხეობა ანუ კოდორის ხეობა მაშინ ჩვენ მიერ იყო კონტროლირებადი და იქ მე და მეგობრებმა ჩავატარეთ ოლიმპიადა ახალგაზრდა ბავშვებისთვის ორ ენაზე ეს გამოსული ქართულ და ესე იგი აფხაზურად ილია ვეკუას
მანამდე მის მასწავლებელს ნიკოლოზ მუსხელიშვილს საქართველოში ხონდა ყველაზე მაღალი ხელფასი. მეტი ვიდრე პირველ დივანს. ცხადია ხა შეიძლება პირველ დივანს აქ დამსახებდა. 5000 მახსოვს. არა, ყველაზე მეტი ხელფასი. დღეს ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი? აქვს თქვათ ან პარლამენტის თავმჯდომარეს ან პრეზიდენტს ან იმას და რამდენი აქვს საერთაშორისო დონის მეცნიერებს რომელიც თუნდაც აკადემიაშია რამოდენიმე არის 1800 უნივერსიტეტში საუკეთესო დონის მეცნიერს აი თქვათ ლადო პაპავა ან ლადო ჭანტურია უმაღლეს დონის იურისტი ახლა ის გასაგებია არის სტრასბურგში და იქ მაღალი ხელფასი აქვს მაგრამ ახლა ხო დაბრუნდება თესეუს პროფესორი, 4000 ლარი. ესაა სწორი. აი ილია ვეკუას ჰქონდა 72-დან 77-მდე, როცა პრეზიდენტი იყო, მანამდე მუსხელიშვილს ყველაზე მაღალი ხელფასი. და ჩვენ ლაპარაკობთ, ის სისტემა არ ვარგა და მაგრამ ჩვენ ხო უნდა დავანახოთ ახალგაზრდებს, რომელიც 10% იქნება 15, მეტი არც არის საჭირო საუნივერსიტეტო. ახლა ვიღაცა იტყვის როგორ კაცო ჩვენ ქართველები ვარ და ყველა ჩემი შვილი აუცილებელია იყოს უნივერსიტეტში ბატონო ბახში მე 2-3 უნივერსიტეტში ვასწავლი ახლა ადრე ბევრი მეტში ვასწავლი აი დიდი ტრაგედია მაგრამ უნდა გითხრათ ჩემის აი გაანგარიშებით ჯამურად და ასევე მეგობრები ხო კითხულობენ ლექციებს ხო ვიცი ჯამურად დაახლოებით 80%-ს ჩვენ უშვებთ ბრაკს. ანუ თავის სპეციალობით რომ ვერ შეძლებენ კარგ მუშაობას. რა თქმა უნდა, თუ იმან თავის დიპლომს მიუმატა პარტიული დიპლომი, ისა წვობა და წავიდა ან ოპოზიციაში, ან ხელისუფლებაში, ბუნებრივია ის უკვე არასპეციალობით რაღაც სხვა საქმეში ხელფასი მაღალი იქნება. ამაზე ვიფიქროთ. ამიტომ რეალურად ის 20% რომელიც გამოდგება სპეციალისტად მხოლოდ ისინი უნდა სწავლობდნენ უნივერსიტეტებში და ეს არაფერი არ არის ხო გეუბნებით რომ დღეს საშუალო დონის ფეხბურთელი ერთ კვირაში აკეთებს მეც ვიდრე პროფესორი 10 წელიწადში და სამწუხაროდ ბევრი ასეთი გადახრები მე ახლა იცი თქვენ რომ ცოტა კონსერვატორიის ამბებში ვერ ყვევი. გამომდინარე ჩემი შვილების იქ ყოფნით და საინტერესო რა არის ფაქტიურად სოფლიოში არ არის ოპერის თეატრი სერიოზული მუსიკალური დაწესებულება სადაც ქართველები არ იყვნენ. ახლა იმან სულ გაიმარჯვა ბუაჩიძემ გოგონა. დიახ, აი ქალბატონი დოდო არის მისი პედაგოგი და ძალიან გამიხარდა. დიახ, და ჩემი შვილი მასთან სწავლობს ახლა და მე მის თქმა მინდა რომ აი ეს ჩვენი კონსერვატორია ნამდვილად საერთაშორისო მაღალი დონის პროფესიონალებს ამზადებს. ყველა ვინც ამზადებს, ჯერადი როგორც მინიმუმი კარგი პედაგოგი არის. და სკოლებში შედეგი სახეზე ხო მოწაფეებზე. რა თქმა უნდა და მეორე ესე იგი მთელი მსოფლიოს აი ამ დაწესებულებებს ამარაგებს თავისი საუკეთესო სტუდენტებით. აი იმათ უნივერსიტეტის ხელფასები მათთვის ეს არის აი ზღვარი, ოცნების ზღვარი. 400, 600, 1000, 1200 პროფესორებს, ასოცირებულ პროფესორებს, ასისტენტ პროფესორებს. ეს არის ღირსების შემლახავი ხელფასები. ამ დროს სხვათა შორის ჩვენ ხო ვამბობთ რა პირველი უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში სწორედ კონსერვატორია იყო თურმე. აი ეს მე არ ვიცოდი ახლა ხარ პირველი 2 თუ 3 წლით ადრე ვინემ ჩვენი მამატერი შეიქმნა და ეს არის და აი ამ კონსერვატორიის პედაგოგები ესე იგი მათხოვრულ ხელფასზე ზიან მათხოვრულ ესე შეურაცხმყოფელია ეს შეურაცხმყოფელი და რა უხდება იცით ბატონო ახლა დღეს უმრავლესობა ვინც ამთავრებს და რაღაც პატარა გარბის იქეთ და იქ რჩებიან და იქ ჩვენ დემოგრაფიულადაც ვკარგავთ იმიტომ რომ ამას გონება გადის და ესე იგი ის რომ აქ ის არც პრესტიჟულია არც ფინანსურად
გამართული და ნუ მოკლედ ყველაფერი მიდის იქეთკენ რომ თანაც რამდენიმე წელიწადში ერთხელ იწყება ლაპარაკი რომ აი ის კონსერვატორიის შენობა პრივატიზაცია და რაღაცა გავინო ახლა რაზეა ნუ მოკლედ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჭაჭული ბატონ თემურ თქვენ აი საერთოდ მათემატიკით დაიწყო სისტემური მიდგომები მართვაში მართვაში იმიტომ რომ მართვა კარგი მართვა მაშინ გამოვა როდესაც ყველა პარამეტრი რომელიც მოქმედებს ამ ობიექტზე მართვის ობიექტზე ის გათვალისწინებულია და არსებობს კერძო არსებობს დადგენილი ალგორითმები როგორ მოქმედებს ის ამათუ იმ დამხმარე და სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებზე და აი მის გათვალისწინების გარეშე მართვა ოპტიმალური არ იქნება. იგივე ხდება აქ სახელმწიფოში გვინდა ერთი დარგის რეფორმირება აუცილებლად აი ის მომიჯნავე დარგები ისიც უნდა იყოს რეფორმირებული. უნდა იყოს რეფორმირებული სასამართლო სისტემა, რომელიც იურიდიული არ იყოს გამორჩეული და განსაკუთრებული, უნდა იყოს მართვა ზოგადად ობიექტური, უნდა იყოს საფინანსო სისტემა, რომ აი ბანკში მოხვედრა არ იყოს განსაკუთრებული და ამ დროს არაფერი განსაკუთრებული ინტელექტუალურად საჭირო არ არის სპეციალისტი და ნუ ასე შემდეგ. ნუ მოკლედ დიდი მადლობა რომ მითხარით ერთი წუთი კიდე რა გინდა ეს არის დიდი საკითხი ჩვენ შეიძლება ამაზე კიდევ გქონდეს საუბარი უბრალოდ ჩემი თხოვნა არის მე მიმართავ კლავ ახალგაზრდებს ვინც ამ ეტაპზე თქვა რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ღებულობენ რომ თუ აპირებთ განათლების სისტემის რეფორმირებას რაც სწორია მიანდეთ ეს პოლიტიკურად არა აფილირებულ ექსპერტებს ექსპერტების დადგენა შეიძლება ამიტომ ეს ჩემი თხოვნა არის როგორც ერთი ქართველის ასეთია დღევანდელი ჩვენი გადაცემა დიდი მადლობა ჩვენ კიდე დავუბრუნდებით განათლების რეფორმას არაერთხელ დიდი მადლობა რომ გიყურეთ